სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის. და როდესაც ვამბობთ, რომ ქრისტე აღსდგა და ჭეშმარიტად აღსდგა, ეს ჩვენთვის ძალიან დიდი ნუგეში და იმედია, რომ ჩვენი გარდაცვალებით არ თავდება ჩვენი სიცოცხლე. სწორედ იმიტომ, რომ ქრისტე აღსდგა და ქრისტე ჩვენს აღგვადგენს თავის დროზე. და როგორც სახარება ამბობს, ზოგიერთი აღდგება მარადიული სიხარულისათვის და ზოგი აღდგება მარადიული მწუხარებისათვის. ეს მარადიულობა ადამიანს უნდა აფიქრებდეს და ზოგ შემთხვევაში აშინებდეს კიდეც. აშინებდეს მაშინ, როდესაც ადამიანს სულთა სინდისი არ ექნება. დღეს არის წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე და თქვენ იცით, რომ სწორედ ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა ქრისტიანობა საქართველოში. ანდრია იყო პირველი მოწაფე, პირველად მას მოუწოდა იესო ქრისტემ, ესე იგი. როდესაც ის და თავისი ძმა პეტრე მოციქული მამასთან ერთად თევზაობდნენ, ბადეებს ახვევდნენ. შემდეგ, ესე იგი, უშუალოდ დამოწაფება ქრისტესთან მოხდა, რომ იოანე ნათლისმცემლის მოწაფეები იყვნენ. ანდრია პირველწოდებული და იოანე და როდესაც დაინახეს მათგან მომავალი იესო ქრისტე, იოანე ნათლისმცემელმა უთხრა, რომ ტარიგიო. ეს არის ის, ვინც ადამიანად მოსული ღმერთია, ვინც უნდა იტვირთოს ადამიანის ცოდვები. და იმის შემდეგ გაყვნენ იესო ქრისტეს, ესე იგი და იოანე ნათლისმცემლის მაგალითით კიდე მოწაფე მოციქულებიც და თითოეული სასულიერო პირიც მაგას აკეთებს, რომ ესე იგი ადამიანს დაანახოს ქრისტე. როგორც იოანე ნათლისმცემელმა დაანახა მათ ქრისტე და ისინი ქრისტეს გაყვნენ. იმიტომ რომ იოანე ნათლისმცემელი კი არ იყო ღმერთი, რომელიც მათ აცხოვნებდა. არამედ იოანე ნათლისმცემელის მოღვაწეობა ის იყო, რომ ადამიანებისთვის ქრისტე დაენახვებინა. მოციქულების მოღვაწეობაც ეგ იყო. დღესაც სასულიერო პირების მოღვაწეობა ეგაა, რომ ადამიანებს ქრისტე დაანახო, რომ ის არის მაცხოვარი. თქვენ იცით, რომ საქართველო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, მას უნდა ექადაგა ქრისტიანობა საქართველოში. მაგრამ ახლოვდებოდა რა მიძინების ჟამი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელის. მას მაცხოვარმა უთხრა, რომ მის ნაცვლად სწორედ ანდრია პირველწოდებული გამოეგზავნა საქართველოში და გამოეტანებინა მისთვის ხატი, თავისი ხატი, რომელიც ასევე სასწაულებრივად იყო გადასული და ეს ხატი შემდგომში არის წოდებული როგორც აწყურის ღვთისმშობლის ხატი. იმიტომ რომ პირველად იქ დააბრძანეს ეს ხატი, აწყურის ღვთისმშობლის ხატი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა უთხრა, რომ ეს იქნებაო ჩემს ნაცვლადო ივერიის მცველად და მფარველად, ესე იგი. ამით ესე იგი კვლავ გაგრძელდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მფარველობა ჩვენს ერზე და დღესაც გრძელდება ეს მფარველობა. ოღონდ ჩვენი მხრიდანაც უნდა გავაკეთოთ რაღაცა, ეს მფარველობა ყოველთვის იყოს ჩვენზე, ესე იგი. ეს პასუხისგებლობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი რო ვართ, ესე იგი, ეს სიამაყეს კი არ უნდა გვრიდეს და არამედ ეს პასუხისგებლობას უნდა გვანიჭებდეს. ისევე როგორც აი პასუხისგებლობას უნდა გვანიჭებდეს ის, რომ ქრისტეს კვართი არის სწორედ საქართველოში, ცხეთაში, სვეტიცხოვლის ძირში არის დაფრული. წმინდა სიდონიასთან ერთად. ესეც პასუხისგებლობა. ჩვენი ერი იწოდება კვართის მცველ ერად. კვართის მცველი. ის კი არა, რომ ჩვენ ახლა ცაში ქუდები ვისროლოთ, არიქა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ და კვართი ჩვენთან არის. არამედ ჩვენ უნდა პასუხისგებლობა ვიგრძნოთ, ესე იგი, რომ როგორი დედა გვყავს, როგორი განმანათლებელი და როგორი, ესე იგი, სიწმინდე გვებოძა ჩვენ და ჩვენ ამ ყველაფრის შესაბამისად უნდა ვიცხოვროთ, ესე იგი.
ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, რა სატრანსპორტო საშუალება უნდა ყოფილიყო პირველ საუკუნეში, როდესაც მოციქულები ქადაგებდნენ ამათ იმ ქვეყანაში. წარმოიდგინეთ, რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა, რომ ქრისტეს ნათელი ადამიანებამდე მისულიყო, რომ როგორ მართლა მოწამეობრივი გზა არის თითოეული მოციქულისა და მართლაც მოწამეობრივად დაასრულეს ბოლოს მოღვაწეობა. გარდა იოანე ღვთისმეტყველისა, 11-მა მოციქულმა სწორედ მოწამეობრივად დაასრულა სიცოცხლე. მაგრამ არანაკლები მოწამეობა იყო თვითონ ამ სიტყვის ქადაგება, როდესაც ისინი დადიოდნენ. ახლა მაგალითად, მინდა პაისი ათონელი ასეთ რამეს ამბობს წინასწარმეტყველებზე. წინასწარმეტყველები ყველა მოწამეზე უფრო დიდი მოწამეები იყვნენ, იმიტომ რომ ხალხს ეუბნეოდნენ რაღაცას და წინასწარ იცოდნენ, რომ ეს ხალხი არ გააკეთებდა იმას. წარმოიდგინეთ. ჩემთან რომ მოდის ადამიანიო და რო ეუბნევიო, ესე იგი თან ვიცი რომ ეს არ გააკეთებს და გული მტკივა. წარმოიდგინეთ, შვილს რო ეუბნევი, არ იგებ, რომ ისეთ რამეს აკეთებს, რომ თვითონ დაზიანდება, ეუბნევი და იცი რომ აიც არ გაიგონებს. და ხო წუხარ ამის გამო. და ეს არისო მოწამეობაო და წარმოიდგინეთ ხალხში, სადაც ესე იგი წარმართული წარმოდგენები აქვს და კეთილგანწყობით კი არ ხვდებიან მოციქულებს, პირიქით მტრულად ხვდებიან. და როგორი ცხოვრების წესი უნდა ჰქონოდათ და როგორი მადლიანი სიტყვა, რომ ესე იგი ამ გაცხოველებული ადამიანებისათვის რაღაცა გაეგებინებინ. რაღაცა უბრალოდ ადამიანს ჭკუაში დაძზემოდა, რომ მოდი ხო არ მოусმინოთ ამას. პირდაპირ მოუკლათ თუ ცოტა რაღაცა მაინც მოусმინოთ და იქნებ რას ამბობს. მანამდეც რომ მieყვანა ადამიანი, იქნებ რას ამბობს, ეგ უკვე მიღწევა იყო. წარმოიდგინეთ ესეთ ხალხში დადიან მოწაფეები და სახარებაში უფალი როგორ ადარებს. მე გზავნითო ეხლა როგორც ცხოვრებსო, გლებს შორის. ეს სიტყვები ზუსტად გამოხატავს იმას, რაზეც მე ვლაპარაკობ. უფალი ამას ეუბნება, ეხლა მგლებთან რომ ცხარი გაუშვა, რომ მოდით ეხლა მე ჭკუა უნდა დაგარიგოთ, რაღაც უნდა გასწავლოთ. წარმოიდგინეთ, ეხლა ის ცხარი ამ მდგომარეობაში აღმოჩნდა. და ესეთ მდგომარეობაში იყვნენ, მაგრამ ამ გელს თუ თავისი ძალა ჰქონდა, ამ ცხარს ღვთისგან ჰქონდა ეს ძალა. და ეს ძალა აძლევინებდა მათ. ეს ძალა აძლევდა იმის უნარს, რომ ადამიანებისათვის ღვთის სიტყვა მიეტანა. და ჩვენთანაც სწორედ ესე მოიტესე, იოლად კი არ მოხდა აქაც. ჩვენთანაც განსასწრებელი ხდებოდათ, როდესაც მოდიოდნენ. თუნდაც წმიდა ნინოს განსასწრებელი არ ხდებოდა. მეფე მირიანი თხოცისთვიდან დაბრუნების შემდგომ აპირებდა, რომ საერთოდ ქრისტიანები დაეხოცა. განა აბიბოს ნეკრესელი, ასურელი მამები რომ იყვნენ ჩამოსული, განა ეგეთი გზა არ გაიარეს. ხან ცილს წამებდნენ, ხან მოწამეობრივად აღესრულებოდნენ. ყველამ ეს გზა გაიარა, წარმოიდგინეთ, რომლებიც ესე დადიოდნენ და ქადაგებდნენ. მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჩვენამდე მოეტანათ ეს სიტყვა, არა მარტო ჩვენამდე, არამედ ყველგან განფენილიყო ეს სიტყვა, რომ ისინი ამ მოწამეობაზეც მზად იყვნენ, რომ წასულიყვნენ. მათ იმდენად შეიყვარეს ქრისტე, რომ მზად იყვნენ მისთვის ყველაფერი გაეკეთებინათ. და მერე, როდესაც ქრისტეს სიტყვა ნაქადაგები იყო საქართველოში, ჩვენმა ერმაც იმდენად შეიყვარა ქრისტე, რომ უკვე მე-19 საუკუნეში, მე-20 საუკუნეში წმინდა ილია მართალი ასეთ სიტყვებს ამბობს, რომ ქრისტე ღმერთი ჯვარს ეცვა ჩვენთვისო და ჩვენც ჯვარს ვეცვით ქრისტე ღმერთისთვის. ანუ იმდენად შეიყვარა ჩვენმა ერმა ქრისტეს სიტყვა, რომ მისი გულისთვის სწორედ რომ ჯვარს ეცვა. და უამრავი მოწამე, ესე იგი, ყველაზე მთავარი რა არის, რომ რა შეგიძლია შენ გაიღო მეორე ადამიანისთვის, რა შეგიძლია გაიღო ღვთისთვის. მარტო ის ხო არ არის, მე მწამს თქვა და არაფერი არ გააკეთო, მე მიყვარს თქვა და არაფერი თავგანწირო არ გეტყობოდეს. სიყვარულით და რწმენად საქმეში ვლინდება. და ჩვენმა ერმა იმდენად შეიყვარა ქრისტე, რომ სხვა არაფერზე არ ვამბობ, სხვა რაღაცა ხო ყველაფერი დათმეს, მაგრამ
სიცოცხლეც კი დათმეს, თავისი ბიოლოგიური სიცოცხლე დათმეს ქრისტეს სიყვარულისთვის. აი იმდენად შეიყვარეს ქრისტე. ზოგ შემთხვევაში შეიძლება ჩვენ 1 საათი ვერ დავთმოთ ქრისტესთვის. შეიძლება 1 წენა ვერ დავთმოთ ქრისტესთვის. შეიძლება ვიღაცამ ხაჭაპური ვერ დათმოს, თუ ქათმის ბარკალი თუ რაღაცა ვერ დათმოს ქრისტესთვის. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ესე რომ დავწრილმანდეთ, ესე რომ ახლა ზოგჯერ ჩვენ ვიტყვით, რომ მინდა, მაგრამ ვერ ვაკეთებ. ამით თავს იტყვევს ადამიანი. აი წაღან უსმენთ და წმინდა ივანე ოქროპირის სიტყვები იყო ასეთი. ყველაფერი არის დამოკიდებული მხოლოდ ნდომაზე და არ ნდომაზე. გინდა თუ არ გინდა. ჯერ ამაზეა დამოკიდებული. ესე იგი წარმოვიდგინოთ ახლა აი ჩვენ რომ ღმერთი, რომელსაც ყველაფერი შეუძლია და ჩვენ მეუბნებით ღმერთს, რომ ჩვენ შენთან გვინდა. და მაშინ რა გამოდის, აი ჩვენ ღვთის წინაშე რო წავდგებით, რას ვეტყვით, მე მინდოდა შენთან, მაგრამ შენ არ დამეხმარე. ესე სწორი გამოვა, ხო არ გამოვა? არ გამოვა, ესე იგი ჩვენ რადგან არ ვართ მასთან, ესე იგი ჩვენ არ გვინდოდა. მას რო უნდოდა რომ ჩვენ კარგად ყოფილიყავით, მან საქმეთა ჩვენთვის ჯვარს ეცა. და ჩვენ რას ვაკეთებთ იმისთვის, თუ ქრისტესთან ვიყოთ? ჩვენ ესე იგი თუ მარტო სიტყვით ვიტყვით რომ გვინდა, მაგრამ შეიძლება შინაგანად არ გვინდოდეს, ამით თავს ვიტყუებთ. ამიტომ ჯერ ყველაფერი ადამიანი რასაც აკეთებს, სიტყვაზე ლოცულობს თუ არ ლოცულობს, ჯერ ის უნდა გადაწყვიტოს, მე მინდა თუ არ მინდა. მე მინდა ტაძარში ვიარო თუ არ მინდა. მინდა რომ სული გადავირჩინო თუ არ მინდა. ჯერ ეს აქვს გადასაწყვეტი. ჯერ სხვა რაღაცების თავი დავანებოთ, ეს რამდენად შეგვიძლია და რამდენად არ. და ჩვენ თუ გვინდა, მე ღმერთი ხელს შეგაშველებს და შეგაძლებინებს. მაგრამ თუ არ გინდა, ის ძალით არ გაგაკეთებინებს. იმიტომ რომ თითოეული ადამიანი არის ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი და მათ შორის ამ ხატებაში და მსგავსებაში ისე რომ ადამიანს აქვს არჩევანის უფლება. შეუძლია რომ აირჩიოს, ღმერთთან იყოს თუ ღმერთის გარეშე იყოს. ღმერთთან ყოფნა სასუფეველია, ღმერთის გარეშე ყოფნა ჯოჯოხეთი. ამიტომ აი აქ არის და უფალი როგორ ამბობს, რომ მოვედით ჩემ და ყოველნი მაშვრანი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენებ თქვენ. და იქ გვეუბნება, რომ ისწავლეთო ჩემგან, რადგან მშვიდი ვარ და მდაბალი გულითავ და იპოვით თქვენი სულის განსვენებას. აი რა უნდა ისწავლოს ყველაზე პირველი ადამიანმა, როდესაც ეკლესიურ ცხოვრებას იწყებს. ის კი არა მარტო რაღაცა წესების შესრულება, წესი თავის დროზე რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ მთავარი არის ნაყოფი. ახლა მაგალითად ხისთვის ფოთოლი კარგია, აუცილებელია რომ ეს ფოთოლი უნდა ჰქონდეს, მაგრამ მთავარი ფოთოლი ხო არა, მთავარი ნაყოფი. ის ფოთოლი თავის საქმეს აკეთებს, მაგრამ ნაყოფია იქ მთავარი. აქაც ესე წესი კარგია, რომ უნდა შეასრულო, აუცილებლად ჭირდება, მაგრამ ეგ არ არის მთავარი. მთავარი ისაა, რომ ადამიანმა სიმდაბლე ისწავლოს, ესე იგი მორჩილება ისწავლოს. და როგორ ამბობდა დღევანდელ სახარებაში უფალი ნათანაელზე ამბობდა, რომ აჰა ჭეშმარიტად ისრაიტელი, ანუ ნამდვილი ისრაიტელი, ანუ დღევანდელი გაგებით ნამდვილი ქრისტიანი, რომლისთანაც ზაკვა არ არის, ანუ რომელთანაც მზაკრობა არ არის. ანუ კიდე როგორი უნდა იყოს ქრისტიანი, გულწრფელი უნდა იყოს. ის კი არა რაღაცას ეუბნევი და მე სხვა რაღაცას ფიქრობ. რაღაცას ვერ ეუბნევი ისე და მე სხვაგან ლაპარაკობ. ეგ არ შეშვა, ეგ ქრისტიანობა არ არის. ეგ უნდა ისწავლოს ადამიანმა და ჩვენ უნდა ვკითხოთ ჩვენს თავს, ესე იგი, რა ვისწავლეთ ეკლესიური ცხოვრებით. აი შეიძლება ადამიანი დაბერდეს. გამოთქმა როა ეს ახაც. ცოტა შეიძლება ქადაგებას არ უხდება, მაგრამ თავგიო იმაში იბადებაო, წისქვილშიო, მაგრამ მეწისქვილე ხო არ ხდება. იქ დაიბადება, იქ მოკვდება, მაგრამ იმისგან მეწისქვილი არ გამოვა. ეგრე არ უნდა მოვიდეს ადამიანს. შეიძლება აქ იყოს წლები, მაგრამ თავარი ვერ ისწავლოს. ისწავლოს რაღაცები, წესები, ხერსაც მიუთითოს, ამდენჯერ ყოფილა ხოლმე ტაძარში უცბად, აი პირველად შემოვიდა ვიღაცა არაფერი არ იცის და
ხანაქედან მიუთითებენ, ხანიკიდან მიუთითებენ დაღლიან, ესე იგი, განევეთ თავი პირველად შემოვიდა ისწავლის ის რაღაცა, ახლა ჩვენ წესები ვისწავლეთ და ახლა ჩვენ რაღაცებს ვეუბნებით, ესე არ დადგეთ, ხე ესე არ დადგეთ. განევეთ თავი არ უნდა მაგრამ. ხოდა ესე იგი ნიშნავს, რომ ჩვენ თავარი ვერ ვისწავლეთ. თავარი არის სიყვარული, სიმდაბლე ისწავლო, მორჩილება, გულწრფელობა ისწავლო და ჩვენ ამის სწავლას არ ვცდილობთ. და ამის სწავლას ვერ შეძლებს ადამიანის სახარების გარეშე. აი ჩვენ გეუბნებით ხოლმე, რომ თუ არ კითხულობთ იმ სახარებას, მაშინ არც უნდა ეზიაროთ. არ უნდა ეზიარებოდეს ადამიანი. თუ ის ქრისტეს სიტყვით არ ივსება, თუ ქრისტესთან თანაზიარება არ უნდა მას ყოველდღიურ ცხოვრებაში, აბა მართლა მარტო ის არ არის პირი გააღოს ადამიანმა და ეზიაროს. ყოველდღიურად ღვთისმცნებით უნდა ცხოვრობდეს. აი სიტყვა, რომელსაც ჩვენ სახარებაში ვკითხულობთ, სწორედ იმ სიტყვის სათქმელად მოვიდა წმინდა ანდრია პირველწოდებული საქართველოში. და ახლა სიცხვილი არ არის, კაცმა მოწამეობრივი გზა გამოიარა, რომ ჩვენამდე ეს სიტყვა მოეტანა და ჩვენ სახში გვიდევს და ყდის გადაშლა გვეზარება, რომ ის წავიკითხოთ და ჩვენ ვამბობთ, რომ დრო არა გვაქვს. და ანდრია პირველწოდებულს დრო ჰქონდა, რომ მაშინ რომელ საუკუნეში, პირველ საუკუნეში სადაღარ დადიოდნენ მოციქულები. აი თქვენ უბრალოდ პავლე მოციქულის მისიონერული მოგზაურობის როკას რო ჩახედოთ, მაგას დღეს ვერ შეძლებს ადამიანი. დღეს ძალიან გაუჭირდება რომ გააკეთოს და მაშინ წარმოიდგინეთ რებს აკეთებდნენ ხალხი. იმიტომ რომ მაშინ ესეთი სულიერება ჰქონდათ და ესე უყვარდათ ქრისტე. და ჩვენ უნდა დავაფასოთ ესე იგი მათი შრომა. დავაფასოთ მათ შემდგომი თაობების შრომა, სულიერი შრომა, ესე იგი, ისინი ჩვენი სულიერი წინაპრები არიან. ვიღაცამ ეს ხო პირველი საუკუნიდან დღემდე შემოინახა, ჩვენამდე მოვიდა ერასაოცარი ამბავი, ყველა ქვეყანამ კი ვერ შემოინახა. ყველა ქვეყანამ ვერ შეინარჩუნა ქრისტეს სარწმუნოება. სხვადასხვა ერთ-ერთი ლაზი თუ მესხი სტუდენტი ამბობდა, აღარ მახსოვს, ეგვიპტეში სწავლობდა და იქო ერთ-ერთი ლექტორიო გაკვირვებით მეუბნებაა, რომ ოჩახტო თქვენო ქართველებს, ჩვენო ერთხელ შემოგვესწინენო არაბებიო და მაშინვე შევიცვალეთ რწმენა და თქვენ კიდე ამდენ რამეს გაუძელით. ხოდა აი ეგ არის, რომ ჩვენმა წინაპარმა გაუძლო მაგდენ რაღაცას და რჯული არ შეიცვალა. კვდებოდნენ, მაგრამ რჯულს არ იცვლებდნენ. და თავის შვილებსაც ამას ასწავლიდნენ თავისი მაგალითით უპირველეს ყოვლისა. ჩვენამდე მოიტანეს. ეხლა უკვე ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენ შემდეგ როგორ გაგრძელდება, რომ ჩვენი შემდგომი თაობები მორწმუნეები იქნებიან თუ უბრალოდ ისტორიის ფურცლებზე გადარჩება, რომ ერთ დროს ეს ხალხი მორწმუნეები იყო. როგორც არაერთი ქვეყნის ისტორიის ფურცლებზე დარჩა, რომ ისინი თავის დროზე მართლმადიდებლები იყვნენ. ხოდა ჩვენ იმ წინაპართა შორის ვართ. და ყველა თაობა ცდილობდა, რომ წინაპრის მიერ მოტანილი, ასე იგი გადაეცა მომავალი თაობისთვის და მადლობა ეთქვა წინაპრებისთვის და შთამომავლებისთვისაც ეგ ესწავლები. და ახლა ჩვენია, ჩვენ ვართ ამ ბრძოლის ველზე, ესე იგი, ჩვენ რაც გავაკეთებთ, იმაზეა დამოკიდებული. ფლავში ჩვენ ვართ, სხვა სოფელში, სხვა ქალაქში, სხვა და ეგრე. ვინ სხვა არ მოვა, ესე იგი, და ამ სოფელში ქრისტიანობის მაგალითს არ აჩვენებს. ამ თქვენ უნდა აჩვენოთ თქვენ შვილებს, თქვენს მეზობლებს, თქვენს ნათესავებს, ყველას, მაგრამ სიტყვით კი არა, არამედ საქმით პირველ რიგში. შეგვეციოს წმინდა ანდრია მოციქულის მეოხება ღვთის წინაშე, ჩვენს მეუფე ანდრიას შეეციოს მისი სახელი ქვია და შეეციოს იმ დაუღალავ შრომაში და მოღვაწეობაში, რასაც ის აკეთებს არა მარტო ჩვენი ეპარქიისთვის, არამედ აი უკვე რამდენ ეპარქიაშია ღვთის მადლით დანიშნული და ეწევა ამ მოღვაწეობას და ერთმა განამტკიცოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის მეოხე. ქრისტე აღსდგა.